ახლა ჩვენ გვექნება პირდაპირ ჩართვა დათო გომართელთან კლუბ კარუზოში, სადაც დათო და მამამისი კოია, ასე იცნობს მას ყველა, არიან შეკრებილი მეგობრებთან ერთად. ერთი სიტყვით ახალ წელს მოგვილოცავენ ძველი თბილისელები. დათო, გესმის ჩემი? დათო, რა ხდება მან? აი ძლივს დაგიკავშირდით, იმიტომ რომ სატელიტი ცოტა ეთყობა, შეიცვალა თავისი ფორმა და გადავიდა ალბათ სხვა galaktikაში, მაგრამ ეხლა კარგად ისმის ყველაფერი, ხედავთ რომ ჩვენ საახალწლო საღამოზე ვართ შეკრებილები, ჩვენთან არის დღევანდელი სტუმრები, რომლებიც საქართველოს და თბილისის კერძოდ საზოგადოება, ძვირფასი საზოგადოება არის გამოჩენილი ხალხი შეკრებილი. ბატონი გურამ გომართელის არის წიგნის პრეზენტაცია და აი მეგობრებთან ერთად აღნიშნავენ ახალ წელს და წიგნის პრეზენტაციასაც. მოგვილოცეთ ბატონო გურამ. დიდი მადლობა. ჩვენ დღეს ვესწრებით საოცარ დღეს. ეს არის ჩემი წიგნის პრეზენტაცია. აი მეთელი ჩემი მედლები და ორდენებით ვარ მოსული. მაგრამ ეს მე არ მეკუთვნის, ეს ეკუთვნის ჩემ საქართველოს. ახალ წელს გილოცავთ. მრავალ ახალ წელს დაგასრულოთ გამჩერმა ღმერთმა. მანანა ისმის კარგად? ხო ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი ალბათ ხედავ და მიხვდით კიდევაც. ორიოდე სიტყვით გითხარით და მოგვილოცეთ ახალი წელი. მომავალ ახალ წელს გისურვებს ჩემი წამოვალი თაობა. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. უკეთეს საქართველოს გაუმარჯოს. მიხარია რომ ქვეყანაზე მოდის თაობა, რომელიც კი არ შეცვლის მხოლოდ, არამედ უკეთესი იქნება. ღმერთმა გაშენოთ. მადლობელი ვარ. დიდი მადლობა ბატონო ჯანსუღ. აგერ კიდევ ჩანს საოცარი ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები, ბატონი ჯანო ბაგრატიანი, ბატონი ოთარ ლითანიშვილი და ასე შემდეგ, ბატონი ნიკო ჯადუგიშვილი, ბატონი გურამი მობრძანდით. გთხოვთ ბატონო ჯანო, ორიოდე სიტყვით მოგვილოცეთ ახალი წელი, დამდეგი ახალი წელი ბატონო. მომავალი დამდეგი ახალი წელი ყოფილიყო სიკეთის და ბედნიერების მომტანი ყველასთვის, თქვენთვის განსაკუთრებით, ჩემო დათო, შენი თაობისთვის. და ჩემი თაობისთვისაც და მომავალ ახალ წელს მე ჯოხი აღარ მჭეროდეს ხელში და საერთოდ არავინ არ დამენახოს ჯოხი ხელში დაჭერილი და გაჭირებული. მომავალი ახალ წელი ბევრი სიკეთის და ბევრი სიხარულის მომტანი ყოფილიყოს ყველასთვის. ბატონო ოთარ, თუ შეიძლება მოგვილოცეთ ახალი წელი. გილოცავთ. მეტი არ შემიძლია. დიდი მადლობა. პირველ რიგში გურამ გომართელს მინდა მიულოცო ახალი წელი და მისი გამარჯვება არაჩვეულებრივი წიგნების გამოცემისათვის დიდი მადლობა მას. მეორე რიგში მინდა გაიმარჯვოს ქართულმა ინტელექტმა. საქართველოს გადაარჩენს ქართველი კაცის ბუნება, ნამდვილი ვაჟკაცური და ქართველი კაცის ინტელექტი. აკა ქავთარაძე აგერ არის. გთხოვთ აკას საიდან მოხდა ამ წვეულებაზე და ორიოდე სიტყვით შემდეგ რა თქმა უნდა მოგვილოცოს ახალი წელი. აქ მოხდა ჩვენი შოვლების სიყვარულით, ჩვენი თაობის, წინა თაობის, რომელმაც ეს ყველაფერი დღემდე მოიტანეს. ვინც ეს გვასწავლა და დაგვარიგა დღემდე როგორ უნდა გვეცხოვრა ჩვენ. მე მინდა ჩვენი მომავალ თაობას ახალი წელი მიულოცა და უსურო აი ეს ურთიერთობა, ის გვერდზე დგომა, როგორც აი ეს ლამაზი თაობა იყო. ჩემთვის ბედნიერი დღეა დღეს. ჩემი ულამაზესი კაცი, ჩემი კოია ასეთი დახუნძრული მედლებით მოვიდა, მაგრამ ერთი მედალი აკლია, ერთი მედალი. მე მინდა ის მედალი დაწესდეს 2002 წლის 1 იანვრიდან დაწესდეს მედალი. კაცური კაცის, რომელიც ყველას ეკუთვნის, ღირსების მედალი არაფერი არ არის. კაცური კაცის მედალი და აი მაშინ ნახავ, ვინ რამდენ მედალს მოიპოვებს. მას ალბათ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას და აი იმ ღირსების ორდენთან ერთად იქნება ალბათ კაცური კაცის ორდენიც. იქნებ რამე გვიმღეროთ. სიმღერას გთხოვენ.